საღამომშვიდობის მეგობრებო, მოკლედ დღეს მინდა შემოგთავაზოთ მთელი და ძალიან საინტერესო ბლოგი, რომელი ბლოგიც შეეხება ძალიან მტკივნეულ საკითხს, რომელიც საკითხიც არის გამოწვეული, რა თქმა უნდა, საქართველოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, არაბიზაციის თემას უკავშირდება და არა მარტო არაბიზაციის თემას, ძალიან ვრცელ სფეროს ეხება, ძალიან დიდ ყურადღებას მოითხოვს და მინდა აბსოლუტურად ყველა ჩემმა გამომწერმა, ვინც ამ ბლოგს ნახავს, იხილოთ დეტალურად ეს ყველაფერი და გააზიაროთ, მიაწოდოთ ინფორმაცია მეგობრებს, ახლობლებს, თანამოაზრეებს, რომ საქმის კურსში იყოთ რეალურად რა ხდება ხალხო. რა ხდება ჩვენ ქვეყანაში, ჯერ უკვე არ დაწყებულ არაბიზაციის პროცესზე და რა შეიძლება იყოს სრულიად ახლო მომავალში, აქ შორეულ მომავალზე ნამდვილად არ არის საუბარი და რა ძალები არიან საქართველოში ჩაბუდებული, კონკრეტულად ვინ აკეთებენ ამ ყველაფერს, რადგან უდიდესი პრობლემა დადგება სულ მალე ჩვენი სამშობლოს მიმართ, უკვე დგას, მაგრამ უფრო ღრმად დადგება და აუცილებელი არის ყველამ ვიცოდეთ რა ხდება და ვინ აკეთებს ამ ყველაფერს. მოკლედ, ბევრს არ გავაგრძელებ, ძალიან ყურადღებით მოისმინეთ, ნახეთ რა ხდება, როგორ ხდება, ვინ არიან ეს პიროვნებები, როგორ მუშაობენ, ვინ აძლევს ამ ყველაფრის საშუალებას და რას ითხოვენ ისინი საქართველოში. და არა მარტო საქართველოში, საქართველოს ფარგლებს გარეთ. მოკლედ, ბევრი რო არ გავაგრძელო, ძალიან მარტივად დავიწყო რას მოყვა ეს ყველაფერი ამ დღეებში. მინდა შეგახსენოთ, რომ ხევში ჯვრის უღელტეხილზე მოხდა ვანდალიზმი, რომელი ვანდალიზმიც არ იყო უბრალო ვანდალიზმი, ეს იყო ჩადენილი რა ვიცი, რელიგიური შუღლით, სიძულვილით, თუ არ ვიცი, რა შეიძლება ამ ყველაფერს დაარქვას ადამიანმა, შეურაცხყოფილი იქნა ჯვარი, თავისი პოცდამენდი პედესტალი იყო არაბული წარწერებით აჭრელებული, იქ იყო როგორც რელიგიური გამოხატვა ამ ყველაფრის, ასევე იყო, სახელები, რომელიც მე გავავრცელე. მოდი, ბევრი რო არ გავაგრძელოთ, ნახოთ რომელ ვიდეოზე მაქვს მე საუბარი. არაბული წარწერები ხევში ჯვრის მონუმენტზე. რატომ მარჯვენა არ გაუხმება რა? რატო ღმერთი არ გაუწყდება რა? ეს უმადური ღორები ესენი. ეს უმადურები ესენი. ამ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელთან დაკავშირებითაც მე მქონდა ვიდეოლაივი ჩაწერილი, გავავრცელე ეს ინფორმაცია, ხელოვნური ინტელექტი დავიხმარე, ვინც ნახა ეს ვიდეო თუ არა და შეგძანთ, შეგიძლიათ ნახოთ, ჩემს YouTube-ის არხზეც და ჩემს Facebook-ის გვერდზეც, სადაც მე შავი თეთრზე წარწერილი ხელოვნური ინტელექტის მიერ თარგმნილი ეს ვანდალიზმი დავდე, სადაც არა მარტო მე ხელოვნურმა ინტელექტმაც აღნიშნა, რომ ეს არის ჩადენილი ვანდალიზმი, რომელი ვანდალიზმიც განხორციელებული არის რელიგიური შუღლით და ესე შემდეგ და ესე შემდეგ. ისიც ვთქვი, რომ მე არა ვარ არაბული ენის სპეციალისტი, მყავს ახლობელი მეგობარი, რომელსაც გადაუგზავნი იმ დანარჩენი წარწერების იდენტიფიცირებისთვისაც და ამ წარწერის იდენტიფიცირებისთვისაც, რომელიც წარწერაც იქ არის გაკეთებული, იმიტომ რომ არაბული სპეციალისტები არც ისე ბევრია საქართველოში და სპეციფიკური ენა არის ყველაფერთან ერთად სხვადასხვა მხრიდან. ამას მოყვა საკმაოდ დიდი გამოხმაურება, დაახლოებით 230,000 ნახვა ქონდა, გაზიარება ქონდა, შეგიძლიათ ნახოთ აგერ 2500 გაზიარება, უამრავი კომენტარი იქნა დაწერილი, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ჯანსაღი, ნორმალური, იმიტომ რომ ჩვენ ქართველებს, ჩვენ სამშობლოში უკვე ჩვენ წმინდა ადგილებს შეურაცხყოფას აყენებენ, არა აქ თავშივე ვიტყვი, ახლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა იქნება იქ დაწერილი. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ეს ალაჰ აკბარი იქნება დაწერილი, ჯიჰადი იქნება დაწერილი, ვიღაცის სახელი და გვარი იქნება დაწერილი, მინდა დავადასტურო, რომ ალაჰ აკბართან ერთად იქ იყო ვიღაცის სახელები და გვარები დაწერილი, ახლა ზოგმა ჯიჰადი წაიკითხა, ზოგმა ეს წაიკითხა, ცუდად დაწერილი არის, არ ვიცი, თავს ვერ დავდებ იმაზე, რომ
გინდა თუ არა ეს არის ჯიჰადი რელიგიური ომი გამოცხადებული, იმიტომ მე თვითონ არა ვარ ამის სპეციალისტი, მაგრამ ვინ შეხედა ამ ყველაფერს, რომ ეს იყო ვანდალიზმი ჩადენილი, იყო იქ ვიღაცების სახელები, ალაჰ აკბარიც იყო დაწერილი მათ შორის. და არ ვიცი ახლა ვინც როგორ გინდათ გაიგეთ. ამ თემაზე საერთოდ საუბარი არ შეიძლება, რომ ეს იყო დაწერილი თუ ის იყო დაწერილი. სისულელი ამაზე საუბარი, ეს იყო შეურაცხმყოფელი ნებისმიერი ქრისტიანისთვის და თუნდაც არაქრისტიანისთვის რა. თუნდაც არაქრისტიანისთვის ამას ვამბობ პირდაპირ, რომ მე თვითონ მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ, მე მიმაჩნია, რომ ნებისმიერი სარწმუნოების და ნებისმიერი რწმენის შეურაცხყოფა, იქნება ეს ისლამი, იქნება ეს ბუდა, იქნება ბუდიზმი, ეს იქნება იუდაიზმი თუ ქრისტიანობა, აბსოლუტურად ყველა რელიგიის შეურაცხყოფა ეს არის უბრალოდ დანაშაული და ისეთ დანაშაული, რომლის პატიებაც კი არ შეიძლება რა, ესეთი რაღაცების, იმიტომ რომ ადამიანი მიზანმიმართულად სხვის რწმენას აყენებს შეურაცხყოფას და მე მინდა სხვათა შორის თავშივე მინდა მოგმართოთ, მინდა მივმართო ქართველ მუსულმანებს, ჩემ მეგობარს ამ ქართველ მუსულმანებს შორის და მე მინდა გითხრათ, რომ ამ ყველაფერთან დაკავშირებით რაც ხდება ახლა მე ვიცი თქვენი აზრი, მე ვიცი თქვენი დამოკიდებულება, მე ვიცი ისლამის სპეციფიკა, მე ვიცი თქვენი კავკასიური ისლამის მიმართულება და ისიც კარგად ვიცი, რომ აი ამ ყველაფერს რაც შემოდის ახლა ახლო აღმოსავლეთიდან, შუა აზიიდან და ეს შემდეგ, ასეთი აგრესიული ფორმით, ყველაზე მეტი მოწინააღმდეგები აი ამ ფორმით რაც ხდება, ხო, თქვენ ყავხართ, იმიტომ რომ ბევრმა შეიძლება ეს არ იცოდეს, მაგრამ კავკასიური ისლამი, რომელიც არის დამყარებული კავკასიურ ადათზე და წესზე, ფუნდამენტალურად ტრადიციული ისლამი არის აი ამ მიმართულებების, რომელი მიმართულებები შეიძლება სექტებად ჩაითვალოს და ეს აგრესიული ფორმებს ავლენენ სხვა და პირველი მოწინააღმდეგე საქართველოს და მე ადამიანურად გეტყვით, რომ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ამ არაბიზაციის გეგმასთან დაკავშირებით, თქვენი როგორც საქართველოს შვილების მე უფრო დიდი იმედი მაქვს, იმიტომ ვიდრე აი ამ ვითომ ქრისტიანების, რომლებსაც ჯვარი რო აქვს ჩამოკიდებული და აღარც ქრისტე ახსოვთ და აღარც ღმერთი და აღარც ეშმაკი და აღარც არავინ, როგორც ახლა იაკობა და სხვა მისი მიმდევარი მრევლი, რომლებიც ამის გათეთრებაში არიან ჩართული, მათ ქრისტიანობასთან არაფერი საქმე არ აქვს და ისიც ვიცი, რომ უამრავი აგრესიული მიმართულება, რომელიც იქნა ისლამის სახელით ვითომ შემოსული საქართველოს სექტორი აგრესიული მიმართულება, ზუსტად თქვენ კავკასიური ისლამის, ტრადიციული ისლამის მიმდევრებმა, ქართველმა მუსულმანებმა ამოიღეთ ხმა და გააბრძანეთ იქ, სადაც გასაბრძანებელი იყო. ამათ ეს ჯერ ვერ გაუგიათ საერთოდ რაში არის საქმე და ძალიან ბევრს საქართველოში ნამდვილად ვერ გაუგია. და ჩვენ გვყავდა უამრავი ქართველი მუსულმანი, თუნდაც აი სამი ეყოფა ამ ყველაფერს ჩამოსათვლელად, გულო კაიკაციშვილი, სელიმ ხიმშიაშვილი და მემედ აბაშიძე, რომლებიც იყვნენ საქართველოს პატრიოტები. ამიტომ აქ სამშობლოზია საქმე, სამშობლოს კარგავთ როგორც ქართველი ქრისტიანი, ასევე ქართველი მუსულმანი და მე პირდაპირ გეტყვით, მე თქვენი იმედი უფრო მაქვს ამ ბრძოლაში, რომელი ბრძოლასაც ახლა ვიწყებთ ვიდრე ამ ფსევდო ფარისეველი ქრისტიანების. რა თქმა უნდა, ახლა ამას მოყვა ძალიან დიდი აღშფოთება, აღტკინება ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ეგრევე სახე იქნა გამოჩენილი საქართველოში არსებული უცხო სახელმწიფოს ჩვენი ისტორიული დამპყრობლის თურქეთის ეგრეთ წოდებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, თურქეთის ელჩმა და პირდაპირ ვამბობ, რომ დიახ, თურქეთის ელჩი ჩართული იყო ჯერ საქართველოში რო ვიყავი იმ დროიდან მოყოლებული და ეს ორგანიზაციები პირადად ჩემი თურქული სპეცსამსახურები და აი ჩვენი ეროვნული იდეოლოგიის წინააღმდეგ ბრძოლაში. მათი დაჟინებული მოთხოვნით იქნა მაშინ დიდგორობას მე და ჩემი მეგობრები დაკავებული, ფატმან იუსგელი იყო მაშინ ელჩი, რომელიც პირდაპირ ითხოვდა და მე მიმიფურთხებია თქვენთვის კოცებო და მიმიფურთხებია თქვენთვის ფსევდოეროვნულებო, ვითომ დიდგორობაზე თავს რო იდებდით, პირში რო წყალი ჩაიგუბეთ, მაშინ როდესაც დიდგორობა დღეს უსამართლოდ დაგვაკავეს მე და ჩემი მეგობრები, იმიტომ რომ ბათუმში მივდიოდით, მოდიოდა დიდგორობის 900 წლის თავი და მოდიოდა აჭარის გათავისუფლების 100 წლის თავი და ამის აღსანიშნავად რომ დავით აღმაშენებლის ძეგლი, რომელიც გამოტანილი ქონდა ბათუმის საკრებულოს დადგმულიყო, არიდგმებოდა აი ამის აღსანიშნავად იქ. მერე ბევრმა დებილმა იმის ლაპარაკი დამიწყო, რომ რას ქვიაო და ესო გამოხატეო, რა ქვიაო, ბათუმშიო რატომ მიდიოდიო აღსანიშნავად, თუმცა ბათუმი საქართველო არ იყო. და თვითონ საქართველო არა, იცით? აი ესეთ დამოკიდებულებით.
და რა თქმა უნდა საქართველოში თავი წამოყვეს ამ ვითომ რაღაცა ქართულ-თურქული ძმობის ორგანიზაციებმა, რომელიც ზიან თურქეთიდან დაფინანსებულ უზარმაზარ კრედიტებზე, უზარმაზარ გრანტებზე ყავთ აქაური მეორე ნახევრები ყავთ, აქ ცხოვრობენ და თავიანთ აგენტურულ საქმიანობას უპრობლემოდ ახორციელებენ, კოცებს რო კითხო ესენი აგენტურის წინააღმდეგ იბრძვიან და თურმე აგენტურამ საქართველოში არ უნდა გაიხაროს და აი თურმე აგენტურა ვიღაცა ცივილ-კივილით ქუჩაში დარბის და აი ამ ორგანიზაციებს და აი ამ ადამიანებს ესენი ვერ ხედავენ. ამიტომ დღეს მინდა გაგაცნოთ ერთი პირნათელი წარმომადგენელი ეს როდესაც საუბრობს, ამას საუბრობს თურქეთის ელჩი, ამას საუბრობს თურქული სპეცსამსახურები და აი გაჩვენოთ უბრალოდ როგორ მუშაობს და ფუნქციონირებს ეს სადაზვერვო სამსახური, სპეცსამსახური საქართველოში. მოკლედ მე მინდა წარმოგიდგინოთ ახლა თქვენ პიროვნება, რომელიც არის მურთაზ ნაგიევი, რომელმაც უზარმაზარი სამუშაო გაწია, ჩემს წინააღმდეგ და ითხოვს ჩემს დაკავებას ოფიციალურად. აი ეს არის მურთაზ ნაგიევი, რომელსაც აქვს საქართველოში ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაცია და ვითომ კავკასიაში მშვიდობის დასამყარებლად იბრძვის. მე ამას შორიდან ვიცნობ ინტერნეტით დამიკავშირდა თავის დროზე, წლების წინ დამიკავშირდა და ვითომ ეს ფსევდო, იმით რა ქვია, კავკასიური ღირებულებებით, რომ ვითომ კავკასიაში მშვიდობა აწუხებს, რომ მშვიდობა არ იყოს და ასე შემდეგ და თქვა რომ აი ეროვნული პატრიოტიკაც ხარო და მეცო არაფერი საწინააღმდეგო არ ამაქო და პირიქითო კავკასიაში მშვიდობისთვისო ვიბრძოლოთ და თავიდან ახლა ნორმალურად მომეჩვენა ხო ახლა ინგუშებით დაწყებული ჩრდილო კავკასიაში მცხოვრები ტომები მე ყველა მიმაჩნია საქართველოს მონათესავე და ძირითადად ყველა მონათესავე ტომებად მიმაჩნია და მიმაჩნია რომ კავკასიური ადათი, კავკასიური წესი, კავკასიური ტრადიცია და ერთიანი კავკასია მშვიდობიანი უნდა იყოს და ყველა კავკასიელმა ერმა უნდა მოაწეროს ერთ ძირითად მემორანდუმს ხელი, რომ ერთმანეთში სისხლს არ დაყვრიან. მეთქი ვიღაც ნორმალურია თქვა. მე რადგან დაიწყო ათათურქის დროშის პრიალი და აქ შემოსული, რა ქვია, თურქი ჯარისკაცების და ამათის მივხვდი იმ წუთში ვინც იყო და გავაძევე თავის დროზე ავახვევიან შესაბამისი დამოკიდებულებით, თუმცა მე რამე ამას ავახვევი ეს იქ ზის თბილისში ჩაბუდებული არის და თავის ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას, რასაც ქვია მართლა ეთნიკური შუღლის გამოწვევა და ეთნიკური ზიზღის გაშუქება საერთაშორისო დონეზეც და ადგილობრივ დონეზეც აქტიურად ეწევა. ახლა გაჩვენებთ როგორ და რანაირად აი ამის წეული ორგანიზაცია არის, რომელიც ამბობს პირდაპირ დაუფარავად კავკასიის გაერთიანების ფონდი, ღიად და დაუფარავად ამბობს, რომ შეჭერდეს საქართველოში მცხოვრები თურქების მიმართ დისკრიმინაცია. ახლა ხო ხვდებით ეს საიდან უბერავს ეს ქარი? მე მინდა თავშივე გითხრათ. ეს ხალხი არც მუსულმანები არიან, არც ქრისტიანები. პირდაპირ მინდა გითხრათ, ეს საერთოდ ისეთივე თურქეთის ლიბერალური უღმერთო ურჯულო უწყეული ადამიანები არიან. ახლა გაჩვენებთ, აი დაგიდასტურებთ როგორ და რანაირად, რომლებიც სუფთა არასამთავრო სოროსული ხელწერით მოქმედებენ საქართველოში. გვადანაშაულებს ქართველებს, რომ საქართველოში მიდის თურმე თურქების ჩაგვრა, დისკრიმინაცია და ამაზე წერს საერთაშორისო პრესაში, თურქულ პრესაში უამრავ წერილს აქვეყნებს, რომ თურქები როგორი დაჩაგრულები არიან თურმე საქართველოში. დაიმახსოვრეთ ახლა ეს არსება, თავისი ფონდი, თავისი განცხადებების, შორიდან არ წავსულობ, მისი გვერდიდან ამოვიღე ეს ყველაფერი. და ახლავე გაჩვენებთ ახლავე მე ამის ორგანიზაციას, აი ეს არის მისი ორგანიზაცია. შვენივრად გემრიელად თბილისში აგერ წამომჯდარი არის, აი ეს არის ტელეფონის ნომერი, კარგად შეგრძანდით, ნახეთ, მისამართსაც ნახავთ და ეს შენიღბული ვითომ ქართული კავკასიური იმით, აი დადებულას ხელოვნური ინტელექტით გაკეთებული თურქულ-ქართული ჯარი ვითომ ერთად რო იბრძვის და ვითომ აი ამ საკითხებს კურირებს საქართველოში რა. ახლა რა გააკეთა ამ ადამიანმა, როგორ მოიქცა და როგორ ითხოვს ახლა ჩემს მიმართ რას ითხოვს ეს ადამიანი. გამოაქვეყნა ამ არსებამ თავის გვერდზე, უკაცრავად, თავის ოფიციალურ გვერდზე აი განცხადება თურქულ ენაზე თავისი იმით ყველაფრით, რომ თურმე საქართველოში ხდება
ჩაგვრა დისკრიმინაცია თურქების, თურმე ერმილე ნემსაძე აწყობს აი ამ პროვოკაციებს და აი ამ პროვოკაციების მოწყობისთვის ზომები იქნას მიღებული სახელმწიფო უშიშროების სამსახურიდან, გამომდინარე იქედან რომ ეს რა ქვია, თურმე პრობლემა არის ქართულ-თურქული და ქართული საზოგადოებისთვის ადამიანი მე, რომელიც ამ ყველაფერს ამბობს, თურმე ეს როგორ შემწვა მე და როგორ მეტკინა, რომ ჩემ ქვეყანაში ვიღაცამ ჩემს სარწმუნოებას შეურაცხყოფა მიაყენა. გაიგეთ? და ამაზე როგორ გავბედი მე და საერთოდ პროტესტი როგორ გამოხატე. ახლა გაჩვენებთ რა სიტყვის ეს ნაზირალა ვირთხა. დაგვირთ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე შესაბამის სტრუქტურებსაც მიმართავ და ყველაფერს მიმართავ, უბრალოდ აქ საქმე ეხება სულ სხვა რაღაცა. საქმე ეხება იმას, რომ ქართველ კაცს საქართველოში უკვე ჯვრის შეურაცხყოფაზე, სარწმუნოების შეურაცხყოფაზე ხმაც ვერ ამოუღია. ღიად წერს საჯარო წერილს მიმართვა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სუს მიმართავს და დააკვირდით, ეს არის როგორც ადგილობრივი ქართული უშიშროების ხელწერა არის ყველაფერი, ორგანიზებული, ორკესტრირებული ერთად ჩემს წინააღმდეგ და ჩვენი თანამოაზრეების წინააღმდეგ, ვინც ასე ვფიქრობთ, როგორც მე ვფიქრობ. და როგორც ვინც ვხედავთ ამ საფრთხებს, მე მინდა ხაზგასმით, ესა უშიშროების ჩინოვნიკების მიზან მიმართული და თვითონ უშიშროების პოლიტიკაც. პირდაპირ ვიტყვი, იმიტომ რომ მე ეთნიკური შუღლის გაღვივებაზე დავით გარეჯი საქართველოს ვთქვი 4 საათი მკითხავდნენ საქართველოს უშიშროებაში. 4 საათი მკითხავდა ჩემი უშიშროება, როგორ გავბედე მე და ვთქვი, რომ დავით გარეჯი საქართველოა და წადით აქედან რა. ვინც ამას ასე არ თვლით. აი ახლა მივალთ მაგამდე, უბრალოდ მე მინდა წაგიკითხოთ აი ამ ქვეწარმავალის გაკეთებული განცხადება. მიმართვა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურებს და სამსახურისა და საზოგადოებისადმი. ერმილე ნემსაძის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის ფონზე უკანასკნელი წლების განმავლობაში ერმილე ნემსაძე სისტემატურად ავრცელებს განცხადებებს, რომელიც მიზანმიმართულად აზიანებს სახელმწიფო ინსტიტუციებს, განსაკუთრებით უსაფრთხოების სტრუქტურებს, ულახავს ავტორიტეტს. ის წლებია შეუფერხებლად აკრიტიკებს საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებს, მმართველ ფიგურებს და არაარგუმენტირებულ ბრალდებებს უყენებს მათ. ეს ხდება გამიზნულად ქმნის ის დეზინფორმაციულ ნარატივს. წარმოგიდგინეთ ახლა, ეს არის ჩვეულებრივი დაწერილი თურქეთის საელჩოში დაწერილი უბრალოდ განცხადება არის, რომელიც მისცეს რომ გამოაშკარაოს, ამოიღოს ამან ეს ყველაფერი ხმა. გარდა ამისა, ერმილე ნემსაძე საჯარო სივრცეში სხვა ერებისა და სარწმუნოების წარმომადგენლების მიმართ ავრცელებს დეზინფორმაციულ, პროვოკაციულ და აგრესიულ მასალებს, მათ შორის არაბულ სამყაროსთან და მუსლიმურ თემებთან მიმართ. წარმოგიდგენიათ? ჩემზე ამბობს ამას. თურმე მე ყოფილი ვარ მენის და ქსენოფობიის, რას ამბობს განსხვავებული სოროსელი პიდარასტები. ელემენტარულ კითხვას ვამბობ, ხო? იგივეს აკეთებს ეს. და ხელწერას დააკვირდით, საზოგადოებრივი ყურადღების განსაკუთრებულად მიიქცევს შემთხვევა, როდესაც ერმილე ნემსაძემ ფასადზე დატოვებულ უბრალო, ეს ყოფილა ფასადი და უბრალო არაბულ სახელს და გვარს, აბუ-ბექარ ჯაბარი, თურმე არასწორ კონტექსტში წარმოადგინა თითქოს არაბებმა ჯვარზე დაწერეს ტერორისტული მოწოდება მიუხედავად იმისა, რომ იქ ეს არ ფიქსირდებაო და არც ალაჰუ აკბარი და არც ჯიჰადიო. დააკვირდით ახლა ეს თავად მე რას განაცხადებენ ამ საკითხებთან დაკავშირებით. და სხვა ექსტრემისტული შინაარსებისო. ასევე პრობლემულია ერმილე ნემსაძის რიტორიკა, როდესაც ის ქართულ საზოგადოებას მიმართავს დაამცირებელი ეპითეტებით, ხალხის დაბალ ინტელექტს ეხება, ჩვენზე ზრუნავს, ხალხ ქართველებზე ზრუნავს. გიცავთ თქვენ ჩემგან გიცავთ ეს. ეს სტილი მიუთითებს არგუმენტების სიმწირეზე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაზე შეურაცხყოფის მანიპულაციას. ანუ თურმე მე ვიგონებ ამ ყველაფერს და ეს თურმე არ მომხდარა, გაიგეთ? ამას ამბობს მურთაზ ნაგიევი და მისის ბროდი იქ ვინც არის. თუმცა რას წერენ ეს საკითხავია კიდე. განსაკუთრებით საგულისხმოა მიუხედავად მრავალი დეზინფორმაციული და პროვოკაციული ქმედებებისა, ქმედების დაფიქსირებისა ერმილე ნემსაძე წლების განმავლობაში არ დასჯილა. ესე იგი, მე კაცი, რომელიც დიდგორობის გამო დამიჭირეს,
პლუს კიდე ერთი საქმე აღმიზრეს და მოვიგე ამათვე სასამართლოში, მოვიგე მე სასამართლო პროცესები, მე რომელსაც იმის გამო რომ დავით გარეჯი საქართველოს არის ისა 8 წლიანი მუხლი მომიყენეს და 4 საათი მკითხავ და უშიშროება ამისთვის საკმარისი არ არის. მე უნდა დამიჭირონ, მე უნდა გამომხატო სული საქართველოს უშიშროებამ, რომ ეს იყოს მშვიდად და წყნარად. ეს მტერი და უძინებელი მტერი საქართველოსი და ქართველობის ხედავს პრობლემას ჩემში, არა, ჩემთვის გასაგებია რომ ეს მტერია და ჩემში პრობლემას ხედავს და უნდა ხედავდეს კიდეც, მაგრამ ის სად არის ერთი ეს უსაფრთხოების სამსახურები, რომლებიც წინამდვილეში რასაც აკეთებენ ახლა ეს და მისი თელის ბროდი აქ შეკრებილი. მისი შეუფერხებელი მოქმედება ქმნის საბეჭდილებას, რომ იგი ქართულ საზოგადოებაში დეзинფორმაციის გავრცელებას სპეციალურად მომზადებული პიროვნებაა, რომელიც კონკრეტულ დავალებას ასრულებს. არგუმენტები ამ ეჭვების გასაფანტად მოიცავს მრავალი წლების განმავლობაში დაფიქსირებული ერთნაირი ტიპის პროვოკაციული განცხადებები. მე როგორ ვამბობ ხალხო, რომ თურქეთი ჩვენი არანაირი სტრატეგიული მეგობარი არ არის და არის ისტორიული დამპყრობელი და ამის თქმის უფლება მე როგორ ამაქვს? მე ამის თქმის უფლება როგორ ამაქვს? აი, პირდაპირ. სახელმწიფო სტრუქტურებისა და მათ შორის უსაფრთხოების უწყებების მიმართ მუდმივი უნდობლობა დეзинფორმაციის სტილის გამოყენება. აღარ მოაქცევებ. საზოგადოების არასწორი ინფორმაციის ისეთი თემების მიწოდება შესაძლოა შუღლისა და ეთნიკური რელიგიური დაპირებისკენ მიყვანა. ანუ მე რო ეს გავაშუქე, ვიღაცამ რო გააკეთა და მიაყენა ჩვენ სარწმუნოებას ეს შეურაცხყოფა და მე რო ეს გავაშუქე, ეს არის პრობლემა თუ არა? ის კი არ არის პრობლემა ჩვენ სარწმუნოებას რო შეყიდ. მე ეს როგორ გავბედე და ვთქვი და როგორ გავაშუქე და როგორ გაჩვენეთ ხალხო და როგორ ვათარგმნიე ხელოვნურ ინტელექტს. პრაქტიკულად არანაირი სამართლებრივი ან ოფიციალური რეაგირება მისი ქმედების აღმოსაფრელად არ გატარებულა. ანუ ეს საკმარისი არა, ხალხო. ეს საკმარისი არა, რაც ქვეყნიდან მაიძულეს წამოსულიყავი რის გამოც მიჭერ, ეს არაა საკმარისი. მეც სიტყვავენ, ალბათ ინტერპოლს უნდა გადამცენ. ამჟამად ის ჯერ კიდევ სტალინის ჩიბუხით, შეხედეთ ახლა თურქი მიგრძალავს მე ჩიბუხის იმას რა ქვია გაბოლებას წარმოგიდგენიათ აგრძელებს უფრო მეტად გამწვავებულ და პროვოკაციული პოსტებს საჯარო სივრცეში. ანუ არათუ ქვეყანაში მქონია მე არსებობის საშუალება, ესე იგი აქაც ინტერნეტში რო ჩავწერ ამ ყველაფერს თურმე არ ვიცი მე ამის უფლებას არ მქონია თურმე რა გავყვეთ. ქართულებული ვითარებიდან გამომდინარე ბუნებრივად ჩნდება შემდეგი კითხვები. წარმოადგენს თუ არა ერმილე ნემსაძე მიზანმიმართულ დეзинფორმაციის კამპანიას, რომელიც საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ მშვიდობას. რა პირობები უწყობს ხელს, რომ იგი წლების განმავლობაში შეუფერხებლად ავრცელებს შეურაცხყოფელ ეთნიკურ და რელიგიურ დაპირისპირებას წარმოშობად ნარატივებს? ნუ მე არ ვიცი ვინ თulis თავს შეურაცხყოფილად ის რომ თურქეთი ჩვენი ისტორიული დამპყრობელი იყო და თურქეთს აქვს დამპყრობილი და ანექსირებული საქართველოს ტერიტორიები. ეს მხოლოდ და მხოლოდ მოღალატეებისთვის და უკნიდან განათლებულებისთვისაა გაუგებარი და თვითონ თურქებისთვის და ნორმალური ქართველებისთვის ეს დიდი ხანია გაგებულია და გასაგებია, იმიტომ რომ თურქეთს აქვს საქართველოს 33% ტერიტორია მიტაცებული და თუ თვლით თავს შეურაცხყოფილად დაბრუნეთ ეს ტერიტორიები და წაბრძანეთ ბატონო და აღარავინ აღარ გეტყვით არაფერს. და სამწუხაროდ თქვენ და სამწუხაროდ ისტორია გვახსოვს რაც გაგვიკეთა თურქეთმა. როგორ აიხსნება ასეთი სტილით სახელმწიფოებრივი ინსტიტუციების ავტორიტეტზე საზოგადოების ინტელექტუალურ აღქმასა და ქვეყნის უსაფრთხოებაზე. საჭიროა თუ არა მკაფიო სამართლებრივი რეაგირება მისი ქმედებების განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მრავალჯერ დაფიქსირდა მსგავსი პროვოკაციები. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებას არ დაეკარგოს ნდობა უსაფრთხოების სტრუქტურების მიმართ, არ გაძლიერდეს სიძულვილის ენა, სხვა ერების სარწმუნოების დეзинფორმაციის მიმართ მოხერხდეს საზოგადოებრივი წესის ერთობლივება, სახელმწიფო უსაფრთხოების შერყევა არ განხორციელდეს, საზოგადოებისა და სახელმწიფო სამართლებრივი ინტერესები და შესაბამისი უწყებები შეიცავს თუ არა ერმილ ნემსაძის ქმედების პროვოკაციული დეзинფორმაციას, თუ არა ის ეთნიკური და რელიგიური დაპირისპირების რისკებს, საჭიროებს თუ არა სამართლებრივ რეაგირებას. ნუ
ავტორმა ამას ეს გამოაქვეყნა და წავიდა ამ ყველაფერში. თუმცა ცალკე წერილი, აი ამ ნაგავმა, ცალკე წერილი გამოაქვეყნა თავის მეორე გვერდზე, სადაც განსაკუთრებით დიდი საშიშროება, ახლა მეორე საკითხის თავი არ მაქვს ნამდვილად, სადაც განსაკუთრებით ესე რომ ვთქვათ, საშიშროებად მიიჩნია, რომ თურმე მე ვარ რუსეთის აგენტი, და წერს ეს ერმილე ნემსაძის გარდა არსებობს რამდენიმე პიროვნება ასევე რუსული სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები, აქტივისტები არიან, ისინი აქტიურად არცელებენ ანტი-მუსლიმურ, ანტი-თურქულ, ანტი-არაბულ პროვოკაციულ თემებს, მათ შორის არ ვიცი ეს კონსერვატორებს ეხება, რომელიც რუსეთის გავლენიდან ფინანსდება და ასე შემდეგ. ახლა არ ვიცი, ყველა თავის საკადრის პასუხს იმედია გასცემს, თუ არ გასცემს ეს ჩემი პრობლემა ნამდვილად არ არის. და რაც თავარია, ეს ყველაფერი თარგმნა, ამან გადააგზავნა თურქეთში, თურქულ სპეცსამსახურებს გადაუგზავნა თურქულ ენაზე, იქნა გამოქვეყნებული და ქვემოთ როდესაც ადამიანი ეკითხება, რომ ამდენი კოტე აფხაზი ვიცნობ ამ პიროვნებას, ძალიან კარგი ქუთაისელი პიროვნება არის. ამდენი ისო რა ქვია გიწვალია და ერთი ლაიქი გააჩინეო და მაგას არ აქვს მნიშვნელობა. სადაც იყო გასაგზავნიო, იქ გავაგზავნეო და იქ გადაეცაო ეს ყველაფერი. გადაეცა ახლა თურქეთის სპეცსამსახურებს, თითქოს არ იცოდა ახლა თურქულმა სპეცსამსახურებმა ჩემი არსებობის შესახებ, ამიტომ სპეციალურად არ დამიდგია თურქეთში ფეხი წლები არც გადავსულ ვარ იქეთკენ, ვიცოდი რომ როგორი დამოკიდებულება ქონდა ჩემს მიმართ და ჩემი მეგობრების მიმართ და ამიტომ თურქულ სპეცსამსახურებსო ესო უკვე მიცემული აქვთ. დავყვეთ ახლა ჩემო კარგებო, ვიხილოთ ახლა ჩვენი თვალით ვიხილოთ, თუ რა გამოხმაურება გააკეთა ამ ადამიანის პოსტმა და როგორ მოხდა ამ ყველაფრის, ასე რომ ვთქვათ, დაიდო პირად გვერდზე, დაიდო ბლოგის გვერდზე. დაგვირთ ახლა. აი სადაც ბლოგის გვერდი გააჩნია, იქ დაწერა 3 ადამიანმა კომენტარი. ანუ ეს რჩეული კომენტარები და საინტერესო არის, რაც მას აქვს დაწერილი, თუმცა ამას ჩვენ მოუბრუნდებით. ახლა მე მინდა თავის პირად გვერდზე დადებული ეს ინფორმაცია, შემდეგ როგორი გამოხმაურება მოყვა ამას ქართველებიდან და როგორი გამოხმაურება მოყვა თავად კომენტარებიდან. აი შეგიძლიათ წაიკითხოთ. ანუ ესე იგი თურმე მერე რა მოხდა კაცო აგერა ალაჰ აკბარი რო წერია, დააკვირდით ეს ირაკლი იაღლი ესეც ამ ორგანიზაციის და ამის ძმა და მეგობარი არის და მერე რა მოხდა თუ ჯვარზე ვიღაცა მიაწერა იქ, აი როგორც ხედავთ, გავადიდებ ახლა ამ ყველაფერს. გაცრავად. ეს წერია დიდება ღმერთო, მერე რა მოხდაო? რა მოხდაო მერეო, ეს რა პრობლემა არისო, კაცო, რომ ალაჰ აკბარი არისო, მიწერილიო. რა წერია იმაზე მეტად ვინ დაწერა და მისი მიზანი ქონდაო სრულიად დააკვირდით რეებს წერს. პროვოკაცია და ქართველი ხალხის გაღიზიანება და ესე შემდეგო, მაგრამ ვინ დააწერა ამას, რას ამბობენ? დააკვირდით? შუღლის გაღვივებასო ისე ვითომ და ქრისტიანებიო ცდილობენო ეს ნაირა რაჰიმი ესეც ამის არ ვიცი დადნაფიცია თუ არ ვიცი ვინა ამათი ორგანიზაციის წევრი რომელიც განსაკუთრებულად აქტიურობს და ბრწყინვალედ ფლობს ქართულს და ამბობს რომ თურმე ესო ქრისტიანებმა გააკეთესო ისევესო თავისი ხელითო თავისი ხელით განახორციელესო ქრისტიანებმაო ასე პასუხობს ხალხს და აი აგერ გამოაქვს დასკვნა ქართველის დაწერილია რა მუსლიმანი მოვიდა და ჯვარი აღიარაო გინდა თქვაო იქ დიდება ღმერთს რო წერია ანუ აღიარა რომ ჯვარიო ქრისტიანობა არისო ნუ მე მოყვება ამ ყველაფერს ჩემი ესე იგი ლანძღვა გათახსირება ნაგვის წერილი ასე შემდეგ და იმის გამკეთებელი ანუ დაგვირდით ახლა ეს ამანის განცხადება გააკეთა აი ეს ნაგვები რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ აქ ქართული
ჰაერით სუნთქავენ ქართულ მიწაზე დადიადნა, აი ამათი დამოკიდებულება რა. თურმე ჩვენ გაგვიკეთებია რელიგიური ზიზღით, შუღლით და ასე შემდეგ. დაგვირთ ამას. დაგვირთ რას წერს. დაგვირთ კიდე აქ ძალიან საინტერესო რაღაცა არის, იმიტომ რომ ისევ და ისე ისლამურ სპეციფიკას მინდა მოუბრუნდე და ყველა სპეცსამსახური, რომელიც მუშაობს, ის ატარებს თავის ქვეყნის ინტერესებს და თავისთავად ებრძვის სხვა ქვეყნის ინტერესებს. ესენი არიან სუნიტი მუსულმანები არიან თურქები, რომლებსაც აქვს თავისი მიმართულება, სარწმუნოებრივი და თავისი სახელმწიფოებრივი ინტერესები და აი დაგვირდით ასე, ახლა რატო ვამბობ ამას, ძალიან მარტივად მიხვდებით, ვინც არიცით. აი დაგვირდით. აი იქ როდესაც წერენ პასუხს, ჯერ რა შეურაცხყოფებს აყენებს, ჯერ რა შეურაცხყოფას აყენებს და ეხლა თურმე მე ამ არსებას ვემუქრებოდი და უკაცრავად ერთი წამი დაგვირდით ამ მურთაზ ნაგიევის კომენტარს ვიღაცამ დაუწერა კომენტარი, რაც წერია და შენსკენო მოიკითხეო, შენსკენო, თათრებიო შაჰაბასის ნაბიჯვარო. კარგად დააგვირდით ამას. რატო ამბობს ამ ყველაფერს? იმიტომ რომ თურქია. იმიტომ რომ ქართულ მიწაზე თურქეთის ყოველთვის დაპირისპირება ჰქონდა სპარსეთთან. სპარსების მუსულმანები არიან, მაგრამ სპარსები არიან შიიტები. ამიტომ, როდესაც თურქული სპეცსამსახური ატარებს თავის ინტერესს, ატარებს მხოლოდ თურქული სახელმწიფოს და სუნიტური სამყაროს ინტერესს და ის ზიზღი და სიძულვილი რაც გააჩნიათ ამათ მეორე სახელმწიფოს და მეორე სარწმუნოების მიმართ, გადმოაქვთ აი ამ კონტექსტში. აი დააგვირდით ახლა ერთი წამით. თავარი ერთ-ერთი საინტერესო ფაქტორი. როგორც მე გითხარით ამ არსებამ რა თქვა ამ არსებამ თქვა, რომ ისა თქვენ თურმე რუსული სპეცსამსახურები და რუსეთი მაფინანსებს და ასე შემდეგ. და დააკვირდით ამ ნაირა რაჰიმის, რომელიც წერს. როგორი ისა რა ქვია შეურაცხყოფით მიმართავს ქალბატონს და წერს, რომ სპარსულად წერიაო. ამდენი ხანი როგორ ამბობს, ანუ სპარსულად წერიაო ეს ყველაფერიო, სპარსეთს აკეთებს აქცენტს. ხო და რამდენი ბრბო რუსეთუმე ყავს ყველა ბებერი ჩაფხავებული ახალგაზრდა გოგო ბიჭები ფუ მახინჯი. რა თქმა უნდა ეს რუსოფობია თურქული სამსახურების უსაყვარლესი სტანდარტი არის. რომ თურქეთი ჩვენი მტერი არაა, ძმა არის, მტერი არის რუსეთი. და აი ეს უფროსი თაობა, რომელიც გაიზარდა საბჭოთა კავშირში, ეს ზუსტად ლიბერალურ თურქული სპეცსამსახურების ერთნაირი ნაზავი. და რომელიც ესე იგი ქრისტიანია და ქრისტიანულად აზროვნებს და არალიბერალია. და უფროსი თაობა, ისინი ყველა რუსეთუმეებია, ყველა ქრისტიანი რუსეთუმია. და დააკვირდით ახლა როგორი ზიზღით იხსენიებს ჩვენ თანამოქალაქეებს, უფროსი თაობის წარმომადგენლებს და ყველა ზოგადად იმ ადამიანებს, რომელი ადამიანებიც ამ ყველაფერმა აღაშფოთა და რომლებმაც გამოიწვია ეს ყველაფერი და თან ასევე ახსენებს, თურმე ეს არაბული კი არა, სპარსული წარწერა არის. ერთი წამით ახლა გაჩვენებთ მე თქვენ კიდე ერთ ძალიან საინტერესო რაღაცას. ერთი წამით გაჩვენებთ მე თქვენ ამ ყველაფერს კიდე აი დაგვირდით აი ამ ძუკნას, ამ ნაირა რაჰიმის, რომელიც როგორ პასუხობს ქართველ ქალბატონებს ვაი შესაძოდაო ჯვარი გაქვს გასაყრელი მაგ პირში
მასხარაობ თან ისევე ქრისტიანობაზე ფუიში არაქალო შენაერი მანქურთებით სავსეა საქართველო ქრისტე არაბი იყო და საქართველო ეკიდა ფეხებზე აზრზე არ იყო ვინ ეგდეთ ვინ მისი ფეხები იყავით ვაფშე საცუდაოები ხართ რელიგიას თავზე დაგახევდი ნასწავლი არ ახარ გეტყობა რომ რელიგია შექმნეს გენიოსების ქლიავი ქალებისა და ბრბოს სამართავად. მე გეუბნებით ესენი არც მუსულმანები არ არიან. ესენი არ არიან მუსულმანები. იმიტომ არ შეიძლება მორწმუნე მუსულმანმა ესეთი რაღაცა იკადროს. რასაც ქვია მორწმუნე მუსულმანი. აი დააკვირდით ამათ ლექსიკას, ამათ დამოკიდებულებას საქართველოდან არა ხო რუსების უკნიდან მოდიხართ ყველაო. აი ეს ვიღაცა ნია რაჰიმი ვაყენებს აი ამ შეურაცხყოფას. დაანებე თავი ეს აგრძელებს, თურმე ეს არა შუღლის გაღვივება, ეს არა ჩვენი რწმენის შეურაცხყოფა, ჩვენი ერის შეურაცხყოფა, ესენი რომლებიც თურმე აქ არიან, უპრობლემოდ აგრძელებენ თურმე იმას რა ქვია თავიანთ საქმიანობას და აყენებენ შეურაცხყოფას ჩვეულებრივად საქართველოს მოქალაქეებს. ახლა კიდე ერთხელ გეტყვით რომ კიდე ერთხელ დაგიდასტურებთ რომ ესენი არიან უბრალოდ თურქი სოროსელები. აი უფრო მეტიც დააკვირდეთ ახლა შეხედეთ აქეთ გვასწავლის ჭკუას ეს მურთაზნაგიევი გვასწავლის აქეთ ჭკუას. ჯვარი ჩვენი სიწმინდეაო იქ ქალბატონი უწერს და რა უფლებით უნდა დაწერო არაბულად სახელი და ესე შემდეგ რა ქართულ სიწმინდეებსო ლოგიკურადო სიწმინდე არა ჯვარიო და რატომო იესო აწამესო ჯვარზეო და ჯვარი არის მათი არის რომაელთა სასაკლაო სიმბოლო და როგორ არის სიწმინდე საიდან მოიტანთ ის ხო ქართულ აზროვნებას როგორ მოიქცეთ იმას ხო გვასწავლის და რელიგიასაც გვასწავლის ეს რელიგიასაც გვასწავლის. აი ეს ნაგავი პერსონა. დაკვირდით ეს მისი დაწერილი არის და აქეთ გვიჩივის ჩვენ ქვეყანაში აქეთ გვიჩივის რომ თურმე რამენერად დააკავეთ ეს ხალხი ხმას რატო იღებენ რატო არ არიან ჩმორები და აქ მარტო კი არჩივის მთელი სოციალური ქსელები გამისაჩივრეს ასექნეს ისექნეს შესაბამისი პასუხით გაბრუნდნენ უკან მაგრამ ამათვის ეს ჩივილი ეს ბოზური მენტალიტეტი რაც ლიბერალურ სამყაროში არის აყვავებული აი ამ ჩანერგილი აგენტურისთვის არის მისაღ ამიტომ არის ეგრეთ წოდებული ლიბერალისტული სამყარო საქართველოსთვის საშიში აბსოლუტურად ყველა პარაზიტი რომელიც იქნება ჩანერგილი აგენტურის სახით საქართველოში აი ასე მოიქცევა და წარმატებით მოიქცევა და ერთს გეტყვით კიდე რა დაგვირდით რას პასუხობს ერთ-ერთ კითხვაზე მე გეუბნებით ეს არც მუსულმანია არც ქრისტიანი ეს არის აგენტი ჩვეულებრივად უღმერთო ურწმუნო ურჯულო წარმონაქმნი რომელიც არც ერის ასე რომ ვთქვათ სახეს წარმოადგენს და არც სარწმუნოებრივ სახეს არ წარმოადგენს არის უბრალოდ აგენტი რომელი აგენტსაც თავისი დავალება და მოვალეობა გააჩნია და ასრულებს რა წარმატებით უპრობლემო საქართველოში ცხოვრობს ქართველი ყავს ცოლად მუშაობს ფულს შოულობს და პროპაგანდირებს იმ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაწერილ პროპაგანდას და ახდენს ეროვნული ადამიანების დისკრედიტაციას, ჩივილს, წივილს და კივილს. არც ისლამი და არც ქრისტიანობა არა ორიგინალურად ჩვენამდე მოსულიო. თავში ზიანო ესაა რაღაცა კოლორიტებიო, როგორც უნდა, ისე მართავენ და საკუთარ კარგი ჩვენ რელიგიას აყენებს ხო შეურაცხყოფას, რომ თუნდაც ჩვენს ბნელი ქრისტიანები ვართ, კაცო და ქრისტიანობასთან საკუთარზეც რას ლაპარაკობს. საკუთარზეც რას ლაპარაკობს, მაგრამ ჩვენ გველაპარაკება ისლამის დამცველად გველაპარაკება ეს ნაგავი არსება საქართველოში და სამწუხაროდ იცით რაშია საქმე ხალხო? აი, ამდენ მოღალატეს, ამდენ მტერს, როდესაც ხედავ საქართველოში და ყველა არის დაუსჯელად და აქეთ დაგზდევენ დასასჯელად, მარტივად გასაგები არის ის, რომ ჩვენი ქვეყანა არის დაპყრობილი, აი ერთი რაღაცა მინდათ კიდე გაჩვენოთ, რომელსაც ასევე ერთი წამით
აი მქონდა იყოს ეს ყველაფერი. დაგვირთით აგერ. შეხედეთ? ეს ნია რაჰიმი რას წერს, იცი რა, ნამდვილი მუსლიმი არასოდეს დაგიმონებს. აიათოლები სატანისტები არიან. აი, არც ერმილია ქრისტიანი, ნამდვილი ქრისტიანი სხვა რელიგიას არ ებრძვის და ცნობისთვის ქრისტე არაბი იყო. ებრაელებს რო გითხო ებრაელი, ამით რო გითხო არაბი იყო. ამისთვის არც ქრისტია, არც მუჰამედია, არავინ და არაფერი არ არის, მაგრამ შეხედეთ ახლა რას ამბობს. ესე იგი თურმე კიდე ერთხელ ხაზგასმით ვამბობ რა, ესენი აწარმოებენ პროთურქულ პოლიტიკას საქართველოში და ეწევიან ანტიირანულ პოლიტიკას. მე რატო გეუბნებით ამას იცით? აი აიათოლები ესენი არიან ირანის ისლამური რესპუბლიკის და იმის რა ქვია სულიერი ლიდერების ასე რომ ვთქვათ, გაერთიანება არის, ჯგუფი არის, რომელიც ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წარმომადგენლებიც არიან ასევე და არიან ირანის სულიერ ლიდერს დაქვემდებარებულები და ეს რა თქმა უნდა ახლა თურქეთი და ირანი, რა ვიცი, ისტორიული მოწინააღმდეგეები არიან და აყენებს შეურაცხყოფას რა თქმა უნდა სპარსელებსაც და რაშია იცით ამას რატო აკეთებს იცით და რატო ხდება ეგ ყველაფერი? მე თავიდანვე რომ დავიწყე საუბარი განმარტე რაში არის საქმე. საქართველოს ტერიტორიაზე გამოჩენა არაბული ან სპარსული ან ესე იგი თურქული ან სხვა რომელიმე ეროვნების და სახელმწიფოს მუსულმანების ჩამოსახლებას, რასაც ესენი გეგმავენ. რომელიც ბუნებრივად მოდის, ხო, აი ქრისტიანობასთან და ჩვენ სახელმწიფოებრიობასთან, ნუ ამათი მომრავლება პრობლემაში, მაგრამ პრობლემაში მოდის ასევე რასთან, იცით? ტრადიციულ კავკასიურ ისლამთან. რომელიც რადიკალურად სხვა რაღაცა არის. რადიკალურად სხვა რაღაცა არის, წაიკითხეთ, თუ არ იცით იკითხეთ. და მაგის დრო ნამდვილად არა, მაგაზე ვისაუბრო და არც ვთვლი თავს კომპეტენტურად, რომ მე აქ ვილაპარაკო რელიგიაზე და მაგრამ ძირითადი ასპექტები რა შემიძლია გითხრათ, რომ კავკასიური ისლამი ძირითადად ადათზე არის აგებული. ამიტომ აქ უკვე პოლიტიკური ისლამის პრობლემა დგება და ერთმანეთთან დაჯახება ხდება აი ამ სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელი ჯგუფების, ბიზნესმენების და ესე შემდეგ, ნუ სპარსელების, არაბების, თურქების, ადგილობრივი ისლამის მიმდევრების, ტრადიციული ისლამის მიმდევრების და ეს არის ის საფრთხე, რომელიც საფრთხეც ჯერ საერთოდ ვერ წარმოუდგენიათ საქართველოში, ეს რამ შეიძლება მოიტანოს ეს ყველაფერი თუ არა. გადახედეთ სირიას. გადახედეთ სირიას რელიგიურმა ომმა რა უქნა სირიას, როგორი დაპირისპირებები მოხდა იქ. არაერთხელ მომხდარა საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ჯარების ბრძოლა და რომაც გაასწორა მიწასთან საქართველოს. აი ეს მომავალში გველოდება კიდე იმ უნაკლო ინვესტიციასთან დაკავშირებით რა. ეხლა მინდა მოუბრუნდე, ნუ გავიგეთ მე მგონი ეს დაახსენი როგორ შემეძლო, თუ რასთანა გვაქვს საქმე. ამიტომ მინდა უთხრა რომ მიუხედავად იმისა მე საქართველოსთან პოლიტიკური ნიშნითავარ დევნილი და მაგ დაპირისპირება ზუსტად ამ მიზეზებით, რომელი მიზეზებით ზუსტად ამ ისლამურ სამყაროს ეხება ახლა თვითონ მორწმუნეებს კი არა, აი თურქეთის სპეცსამსახურებს და მათ შორის აზერბაიჯანულ სპეცსამსახურებს, რომელი აზერბაიჯანული სპეცსამსახურების ამაში ძალიან ძლიერად არიან ჩარეული და დღეს მე მინდოდა კიდე საუბარი უბრალოდ აზერბაიჯანის განცხადება საქართველოში თავისი მოქალაქეების დაცვასთან დაკავშირებით, მაგრამ ძალიან დიდი თემა გამოვა ერთად და არ მინდა რომ უბრალოდ გადაგღალოთ. ამიტომ ამას ცალკე გადავდებთ, ამას ცალკე ვისაუბრებთ, თუ რა ხდება, როგორ ხდება, მაგრამ აი ამაში არიან ჩარეული ყველა ეგ არასამთავრობო სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები, ძირითადად თვითონ და რომ ისლამთან აქვს საქმე, მაგრამ არაფერი შეხება არ აქვს ამ ხალხს ისლამთან. და ქრისტიანობასთან რაც არაფერი საერთოდ ჩვეულებრივი სოროსელები არიან, უბრალოდ რო კითხო ვითომ ისლამის მიმდევრები არიან. მე თავის დროზე, როდესაც რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით ვიყავით შეკრებილი პარლამენტში, იქ იყო ასეთი ისლამის გირჩის ანალოგი საქართველოში, რომელსაც თარჯიმანი საქართველოს მოქალაქე იყო, ქართული არც და თარჯიმანი ყავდა მოყვანილი და გავასწორე იმას გადაუარე მიწასთან და მოვიდნენ თვითონ
სასულიერო პირები ისლამის მიმდევრები და მოვიდნენ ხელი ჩამოართნენ და პატივისცემით მომიგდნენ პირიქითო ვეთანხმებიო იმას რასაც ჩვენ ქრისტიანი ქართველი კაცი ამბობ საქართველოსიო ეს ჩვენი სამშობლო არისო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მაგრამ ეხლა მე რა მინდა გითხრათ ეს გასაგებია მე არ მაქვს ნდობა ნამდვილად არ მაქვს ნდობა იმიტომ რომ ეს ხდება სახელმწიფო უშიშროებიდან გამომდინარე და მე რა თქმა უნდა ჩემი სახელით ეს არ მოხდება მაგრამ ამას აუცილებლად ჭირდება ფიქსაცია თუ ვინ ახდენს ვინ არის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენელი ვინ ახდენს რელიგიური და ეთნიკური შუღლის გაღვივებას ვინ ახდენს საქართველოს და ქართველების მოქალაქეების შეურაცხყოფას და ჩვენი სარწმუნოების შეურაცხყოფას აი ეს რაც ნახეთ უკვე აღებული ამის სკრინები აღებული ამის ლინკიც ყველაფერს ამიტომ ისინი ვერ გაიქცევიან ამ ყველაფერს ღიათ აქვთ გამოქვეყნებული ეს ყველაფერი ამიტომ მე დავუკავშირდები საქართველოში შესაბამის პიროვნებებს, რომლებიც ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებლად შეიტანენ უშიშროებაში, იყოს თუნდაც ფორმალურად იყოს დაფიქსირებული ამათი პასუხისმგებლობის დაყენებას. თუ აი ამ უცხო ქვეყნის აგენტურას ასე უნდა კონდეს საქართველოში ფრთები გაშლილი და დაველოდებით პასუხს. და აი ამათმა ეხლა რაც აქ აქვს დაწერილი და როგორც იქცევიან, გამოიწვია თუ არა რეალურად ხალხში შეურაცხყოფა რელიგიური გრძნობების. და ნახოთ აბა ერთი რა პასუხი იქნება. არა მაქვს დიდი იმედი, იმიტომ რომ ქართული უშიშროება მოქმედებდა თავის დროზეც და ახლაც თურქული სპეცსამსახურების და თურქეთის ელჩის და აი ესეთი არასამთავრობოებრივი ორგანიზაციების ინტერესში, იმიტომ რომ მათი კვეთა იყო ეროვნული ხალხი და უნდა დაეცალათ ქვეყანა და ჩემ წინააღმდეგ ერთ-ერთი მეც ვიყავი ამ ყველაფრის. მეც, ჩემი ძმაც, ჩემი მეგობრების ამ დევნის ობიექტი. და თურმე პრობლემა ყოფილა საქართველოში ის, რომ როდესაც მე ვამხელ, როდესაც ხრესილის ბრძოლის მონუმენტზე წაშლილი არის მოწინააღმდეგის სახელი და უბრალოდ მტერია დაწერილი, როდესაც დიდგორობა არ აღინიშნება, როდესაც ბათუმში ჩასვლის უფლება არ აგვაქვს და თავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და როდესაც ჩვენ დავითგარეჯს გვართმევენ და რამეს ვამბობ და ამის გამო ვარ ჩვენ თურმე დამნაშავეები, აი ამათი სახე. იყოს დაფიქსირდეს, არ ვიცი, ადრე თუ გვიან შეიძლება რაღაცა შეიცვალოს და რაღაცა ქმედებები განხორციელდეს. ხო, დანარჩენი კიდე ახლა ამას ვინ აფინანსებს და როგორ ფინანსდება, ეს კიდე წაგეცაკეთ. ეს ერთია თუ არა, ასეთი რამდენია საქართველოში? იცით რამდენია ასეთი ნაგავი საქართველოში შემოყრილი? ეს ძალკე ამბავი. ეხლა რატო ვამბობ, იცით? აი ახლა თქვენ ნახეთ წომით არა ქართველის სარწმუნოებით, ну, რა ვიცი, საერთოდ ურწმუნო ურჯულო ამას ვერც მუსულმანს დაარქმევ, ვერც ქრისტიანს ვერ დაარქმევ, ვერაფერს ვერ დაარქმევ. ურჯულოს, უბრალოდ ურჯულოს, ურწმუნოს, ყველანაირად ურწმუნო ადამიანის სოროსელის, რა ასე რა ვთქვათ. დამოკიდებულება და აი ახლა მე მინდა გაჩვენოთ თქვენ ბრჭყალებში ქართველი პატრიოტის სინამდვილეში რომ კარგად დაიმახსოვრეთ, ეს კაცი არის თავის დროზე კუდის თანამშრომელი იყო, ეხლა სუსის თანამშრომელია და მისი დავალება არის ეროვნული ფლანგის არევა და ხალხის ერთმანეთზე გადაკიდება. ყველა ძალიან კარგად იცნობთ ამ პიროვნებას და ეხლა მე მინდა შემოგთავაზოთ, ამას ხო ეს ამბობს, რატო არა მაქვს ნდობა არანაირი ინსტიტუტების. აი ეს ხო ამას ამბობს, მაგრამ აი რას ამბობს ეხლა რო კითხო ამაზე რას ლაპარაკობს ქართველი, ბრჭყალებში ქართველი. კარგად მოусმინეთ. ჩვენ ვართ ქრისტიანები და ვართ აი ამ იმაში, რა ქვია, გარემოცვაში და ჩვენ თანამოქალაქეები ყავს მუსლიმები, ანუ 500,000-მდე, ну, ცოტა ნაკლები. ამ დროს ესე იგი აგ ჩდება გვერდები, რომლებიც აღვივებენ ეთნიკურ და რელიგიურ შუღლს. მე აქედან მოუწოდებ აფიცემულ ჩვენს ხელისუფლებას. ესე იგი ის ძალიან ადვილია პატრუქზე იმის მოკიდება ზესხის და მე ის რო მივა იქამდე და დენტის გასრამდე და ფეთქდება, ხო, იმის მე შედეგები, ხო, კი ვიცით ყველა. ის ერთი ის არის, რა ქვია, მარტივი მოქმედება, ძალიან იაფი. ახლა ეს იაფასიანი ეს ვიღაც ურაპატრიოტები, რომლებიც რაღაც იქ ანტიისლამური იმებს აღვივებენ, ხო, ეგენი არიან სასწრაფო, ეგენი არიან ქვეყნის წრეები. მე ვიღაც ერთს გაიგებ, ვინ გააკეთა ეს, რატომ გააკეთა, ვინ შეუკვეთა და მე შენ გეტყვია პასუხისგებლობას აიღებს ვინმე, ხო? ხო და სასწრაფოდ უნდა იქნას ამის მოძიება და განეიტრალება. ხო, მე ამ შემთხვევაში ხო, ну, ყველანაირი რადიკალური მოქმედებების მომხრე, იმიტომ რომ ვიცით შედეგები, ხო? ნახეთ.
ქართველი რო გითხო და გეკითხებით რითი განსხვავდება ამის საუბარი ამის დამოკიდებულება აი ამ ქვეწარმავალის გაკეთებული განცხადებებიდან აი ამ ქვეწარმავალის დამოკიდებულებიდან ჩემს მიმართ და ზოგადად ჩვენაირი ადამიანების მიმართ და ვინ არის თქვენი აზრით ეს ადამიანი? ვინ არის ეს ადამიანი? ეს ოფიციალური უშიშროების თანამშრომელი, რომლის საქმეც არის ყველაფრის არევა და დარევა. და ეხლა დააკვირდით რა, ამისგან ხო არაფრით განსხვავდება ერთი და იგივე ხელწერაა შემოკლებული, მოკლედ ქართულად. თურმე ჩვენ ისლამის წინააღმდეგი ვართ, თურმე ისლამოფობიას ვახდენთ, ათასუბედურებას ვახდენთ და თურმე ჩვენ უნდა დავისაჯოთ მაქსიმალური სიმკაცრით. თუ არა ჩვენ ახლა შეიძლება არეულობა გამოვიწვიოთ და დარეულობა გამოვიწვიოთ. აი ეს არის სოსო მანჯავიძე. ეს არის სოსო მანჯავიძე, ქართველი რო კითხო. აი ასეთი ქართველების დედა რა თუსადმეა. აი ასეთი ქართველის დედა რა მართლა. ეს არის მოღალატე, ამას უნდა მიარტყა შუბში პირდაპირ ნომრიანად. აი მოღალატე და როგორც სოლომონ პირველი უსწორდებოდა ქართველების გამყიდველებს და მოღალატეებს, აი ისე რო კითხო ისტორიკოსია, მაგარი ქვევიდან, უკნიდან განათლებულია. ისე შუკაკიძეს გაგახსენებ, ისე ბატონო სოსო. ძალიან ბევრი საიდუმლოებები მითხრა თქვენზე. თავის დროზე და სახელს აღარ დავასახელებ, უბრალოდ იცოდე რომ ვიცით ჩვენს გარდა იმისა, რაც სუსისკრებსებში წერია შენზე. უნდა თუ ენას არ ჩაიგდებ, შენ და შენი პატრონი ზემოდან დინარაძე ჩვენს წინააღმდეგ ძალიან ცუდ შედეგებს ელოდე. მოღალატე ხარ და იმიტომ რომ ჩვენი განადგურება გინდა, იმიტომ რომ სამშობლოს განადგურების ავანგარდში ხარ და ახლა მე მინდა კიდე ერთი რაღაცა და აი ამ ფონზე მინდა დავასრულო ახლა რა თქვა მე მგონი ყველა ვნახეთ ხო? მოდი ერთი მაინც გავიმეოროთ. არა, ეს არა. უკაცრავად. ჩვენ ვართ ქრისტიანები და ვართ აი ამ იმაში, რა ქვია, გარემოცვაში და ჩვენ თანამოქალაქეები ყავს მუსლიმები, ანუ 500,000-მდე, ცოტა ნაკლები. ამ დროს ესე იგი აგერ ჩდება გვერდები, რომლებიც აღვივებენ ეთნიკურ და რელიგიურ შუქს. მე აქედან მოვუწოდებ ატიფცემულ ჩვენს ხელისუფლებას. ესე იგი ის ძალიან ადვილია პატრუქზე იმის მოკიდება ცეცხლის და მე ის რა მივა იქამდე და დენტის გასრამდე და ფეთქდება ხო იმის მე შედეგები ხო კი ვიცით ყველა ის ერთი ის არის რა ქვია მარტივი მოქმედებაა ძალიან იაფი და ახლა ეს იაფასიანი ეს ვიღაც ურაპატრიოტები რომლებიც რაღაც იქ ანტიისლამური მებს აღვივებენ ხო ეგენი არიან სასწრაფო ეგენი არიან ქვეყნის წრეები მე ვიღაც ერთს გაიგებ ვინ გააკეთა ეს რატომ გააკეთა ვინ შეუკვეთა და მე შენ გეტყვი პასუხისგებლობას აიღებს ვინ ხო ხო და სასწრაფოდ უნდა იქნას ამის მოძიება და განეიტრალება ხო მე ამ შემთხვევაში ხო ნუ ყველანაირი რადიკალური მოქმედებების მომხრე იმიტომ რომ ვიცით შედეგები ხო აი ახლა თქვენ ნახეთ სოსო მანჯავიძე სულ რამოდენიმე წლის წინ. ჩვენ დავიგოთ რამ გვარდებულებია საქართველოს სახელმწიფოს ისეთი რომ არ გვიმხელენ. როგორ უნდა შევაჩეროთ ეს პროცესი? უნდა გვიტყვიან არის თუ არა ამ ხელშეკრულებაში ჩადებული პუნქტი 106,000 ადამიანით ამ ოლიმპიური ქალაქის დასახლების შესახებ. და ეს ხელშეკრულება უნდა გახდეს საჯარო. უახლოეს დღეებში თუ ეს საჯარო არ იქნება, ჩვენ დავიწყებთ მოქმედებებს. ჩვენ ეხლა მოქმედებთ იმ მიმართულებით, რომ გავასაჯაროებთ გახსოვთ მედიენაშვილმა ოპერატიულმა და თითოეულმა ჩვენთანმა შევძლებთ, რომ მოგებულებინა ეს დოკუმენტები, რომელიც არსებობს, გავასაჯაროებინა. ეხლა ჩვენ მოესწრაფოთ ეკეთე, რომ მივახციოთ ოფიციალურ დადასტურებას, ან უარყოფას იმისას, რას ითვალისწინებს ეს ხელშეკრულება, რას ითვალისწინებს ის ინვესტიციები, თუ არსებობს საფრთხე, რომ აი ეს მიგრაცია მოხდეს და საქართველოს გულში, საქართველოს გულში 106,000 უცხოელი ჩამოვიდეს,
ჩვენ დავიწყეთ პროფესიונალ და პირდაპირ აწყადებს რომ დავბლოკავთ. რა ვალდებულებებით უნდა იყოს ფინანსური აღებული. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც აუცილებლად გადასაწყვეტია არის მიწების საკითხი. დაუყოვნი ვერ უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი და უცხოელებს საქართველოს მიწებს ვერ უნდა კითხულობდნენ. ვერც იურიდიული პირები, ვერც ფიზიკური პირები. აი ეს არის რაც პირველ რიგში გადასაწყვეტი. ეს რა არის, სოსი? სოსი რა არის ეს? ერთ დროს შენც აღვივებდი? სიძულვილის ენას, ქსენოფობიას, შენც იყავი უცხოტომელების ჩამოსახლების წინააღმდეგი, სოსი? შენც იყავი, სოსი, ქსენოფობი ბნელი და მოღალატე? მერე რამ შეგიცვალა ხასიათი და ბუნება, როგორ გაახდი მერე ერთგული პატრიოტი? სოსი, მაშინაც უშიშროების დავალებას ასრულებდი და ახლაც უშიშროების დავალებას ასრულებ. ამაში იღებ ფულს, ამაში იღებ ხელფასს და ამაში ხარ წარმატებული ადამიანი ყველა ტელევიზიაზე გამოსული. მე გეტყვით, სოსო მანჯავიძე ერთ დროს ჩვენთან მოვიდა, როდესაც ქართველთა დიდ გაერთიანებას ვქნედით. იქ ადგილობრივ ადამიანებს, ვინც არიან, გაისაუბრა და დაფინანსების წყარო კითხა. მე რო აქ თქვენთან მოვიდე, ხელფასი რამდენიმე ექნება. ორგანიზაციაში, რომელიც ჩვენი ჯიბიდან ფინანსდება საზევროებით, არავისგან დაფინანსებას არ იღებს და აბსოლუტურად ყველა ადამიანი ეგ ალტრუისტია. და არავინ ყველა მხოლოდ იდეაზე და მოხალისეობის გამო იმყოფება. რა თქმა უნდა, არ ქონდა ხელფასი სოსო მანჯავიძის გენიალური პიროვნების შესანახად. ამიტომ ის რა თქმა უნდა ჩვენგან წავიდა. დაზვერა, იბალახა, შეამოწმა, რომ იქ არაფერი შემოსავალი არ იქნებოდა. ამიტომ მისი დიადი ბუნება გადაიხარა ხელისუფლებისკენ და ჩადგა მთავარ სამსახურში, რომელიც სამსახურშიც სამშობლოს ღალატი ქვია ამას სოსო. შენ, როგორც ისტორიკოსმა, ამდენი უნდა იცოდე. და ახლა ჩვენ დაჭერა სიტყვის. აი ამ ნაგავის სახელი და გვარი, სურათი ყველგან უნდა იყოს გამოკრული, როგორც მოღალატის და უნდა ეწეროს. შვილო ასეთი არ გაიზარდო. შვილო ასეთი არ გაიზარდო და ასეთ ადამიანს არც ისტორიკოსი ქვია. არც ქართველი ქვია. არც კაცი ქვია. და საერთოდ სახელი არა აქვს ამ ყველაფერს. მაქსიმალურად მიახლოებული რაც არის ასეთ ადამიანს ქვია მოღალატე. ხო და ჩემო კარგებო, ნუ აყვებით მოღალატეებს. ვიცი რომ ძალიან ბევრი უსმენთ თავის დროს და ძალიან კარგი ქართველი გეგონათ. როგორც რუსთაველი იყო და ვითა ცხენს აშარაგრძელი და გამოსცდის დიდი რბევა. მობურთალსა მოედანი მაგრად ცემა მარჯვეთ ქნევა. მათ ასევე მელექსესა ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა, რა მისჭირდეს საუბარი და დაუწყოს ლექსმან ლევა. ხო და ცხენმა და შარაგრძელმა და რბევამ კარგად გამოაჩინა შენი სახე სოსი. კიდე ბევრი სახეს გამოაჩენს ქართული მიწის მადლი. ყველა მოღალატეს შხამად შერგებია სამშობლოს და ერის ღალატში აღებული ფული. და მით უმეტეს ისეთი უდანაშაულო ადამიანების მიმართ ასეთი დამოკიდებულება, რომლებიც ენა მამულის არწმუნოების იდეით ცხოვრობენ, არსებობენ და ამ რთულ პერიოდს გადიან, კაცმა რო არ დაგსაჯოს, უფლის შიში მაინც უნდა კონდეს, თუმცა შენაირებისთვის არც ღმერთი არსებობს და არც ეშმაკი. ამიტომ ერთი რამ, რაც გაერთიანებს უცხოტომელებთან, რომლებსაც ჩვენი დაჭერა უნდათ, ერთადერთი და ძირითადი რამე ეს არის ფულის სიყვარული. და ისინი თავისი ქვეყნის დავალებას ასრულებენ, არ დაგავიწყდეს. და შენ სხვა ქვეყნის დავალებას ასრულებ შენი ერის და შენი ქვეყნის წინააღმდეგ. მოვა დრო და ისტორია ყველას გაგასამართლებთ. ახლა კი გემშვიდობებით და ჩემი თხოვნა იქნება, უმორჩილესი თხოვნა იქნება, გაზიაროთ ეს ყველაფერი, მიაწოდოთ ადამიანებს ობიექტური ინფორმაცია
გამოიწეროთ ჩვენი გვერდები და იყავით საქმის კურსში. ქართული მიწის მადლი კიდე ძალიან ბევრ ადამიანს ჩამოხსნის ნიღაბს. აბა კარგად ბრძანდებოდეთ. უღრმესი მადლობა ყველას ყურადღებისთვის.